ყველაზე მნიშვნელოვანი. და ისე გავაკეთოთ, რომ იბრძოდნენ და ეგზორდნენ. ბოლომდე შესრულებას არ დაელოდა ფებრუარში 11-12 ფებრუარი, რათა იქიდან წამოსული მე-11 არმიის ქორეოგრაფია ასაღებდა ამ მართლობებს. 11 დღევანდელ ღონისძიებას აღზრდელობითი ფუნქციაც აქვს იმდენად რამდენადაც საგანმანათლებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო მეტი ვიცოდეთ პირველი რესპუბლიკის საწყისების შესახებ, მისი შინაარსის შესახებ, განსაკუთრებით ჩვენ თავდაცვის სამინისტრომ უნდა იცოდეს სამხედრო ისტორიის ფარგლებში პირველ რესპუბლიკას როგორი სამხედრო ძალები ყავდა, როგორც ცდილობდა იგი საკუთარი თვითყოფადობის გადარჩენას, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არიან ჩამოსულები კადეტები, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. 95 წლის წინ საქართველოს წაართვეს ყველაზე ძვირფასი, რაც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დაასრულეს იმ ქვეყნის არსებობა, რომელსაც ჰქონდა დემოკრატიული იდეალები და ევროპული მისწრაფებები. დღეს ჩვენ ამოვედით და ამოვიყვანეთ გიორგი კვინტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები აქ ადგილზე, კოჯორ-ტაბახმელაში და მათ ადგილზევე ჩაუტარებთ ლექციას იმის თაობაზე, თუ როგორ მიდიოდა ბრძოლები, რა შეიარაღება ჰქონდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს. ამით შევეცდებით, რომ ქართულ მომავალ ოფიცრებში გავაჩინოთ ეს ისტორიული მეხსიერება და პატრიოტული სული ავამაღლოთ ჩვენს კადეტებში. ჩვენ ოკუპაციის 95 წლის თამთა დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო ლექცია, რითიც ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ასევე მოვინახულეთ ის ადგილები, სადაც იუნკრები იბრძოდნენ, გავიარეთ მარშრუტი ფეხით. მოვინახულეთ ის ადგილები და ჩვენ კადეტები ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ამის შესაძლებლობა.